კეთილი იყოს შენი მობრძანება ძმაო. სწორი ვერსია ქონდა ჩართული. რას გულისხმობ? ამ სიმღერის თანხლებით გამოვდივარ. ეს ინგლისური ვერსია. როგორ ხართ მეგობრებო? კარგი შეხვედრა შედგა? დიახ, სულ მალე დიდი ამბები გველოდება. ხო არ გვეტყოდი რაზე? ბრძოლაზე არ ვსაუბრობ. იმედია შემდეგ ბრძოლასაც მალე გამოვაცხადებთ. კარგი, პირველ რიგში სანამ კითხვის დასმაზე გადავალ, კეთილი იყოს შენი მობრძანება. უღრმესი მადლობა, მომწონს როგორი მოწყობილიც გაქვს ეს ოთახი, ძალიან მაგარია. მადლობა ძმაო, არ დაგავიწყდეს, ნებისმიერ დროს შეგიძლია ეს ადგილი გამოიყენო, როცა მაიამიში მოხდები, მოსასწრელი ოთახი, სტუდიო, კომპიუტერები. როდის აპირებ ჩხუბს? ზაფხულში იმედია. ზაფხულში ზუსტად როდის? თეთრი სახლის ღონისძიებაზე მინდა კითხო. რას ფიქრობ ამაზე? თეთრ სახლთან ვიჩხუბებ თუ არა? არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. იცი როგორ არის? UFC-ს ვერ ეტყვი ვინ იქნება შენი შემდეგი მეტოქე და სად გამართავ ბრძოლას. ისევე როგორც UFC ვერ გეტყვის შენ როგორ უნდა იბრძოლო. დაახლოებით ასე მუშაობს ეს ამბავი. ანუ ამჟამად თეთრი სახლი არ განიხილება? ამჟამად წარმოდგენა არ მაქვს საერთოდ რა ხდება. მართლა? დიახ. საერთოდ თუ დაგირეკეს ზაფხულში ჩხუბის შესახებ. ვიცი რომ ზაფხულში ჩხუბი მომიწევს, თუმცა არ ვიცი ზუსტი თარიღი ან ადგილი, სადაც ვიბრძოლებ. შენ მზად ხარ? რა თქმა უნდა მზად ვარ. კარგი, მოდი პედი ჯასტინის ჩხუბზე ვისაუბროთ. გეგონა პედი გაიმარჯვებდა ამ ბრძოლაში, არა? მეგონა ბრძოლას მოიგებდა. საშინელება იყო. ჩხუბი უბრალოდ საშინელება იყო. ჩემი აზრით ორივე ცუდად გამოიყურებოდა. ორივე? დიახ, ორივე. შემდეგ ბრძოლას სავარაუდოდ ჯასტინთან გამართავ, ასე გამოდის. სავარაუდოდ. მაგრამ მოიცა, თუ თეთ სახლთან არ გიწევს ჩხუბი, მაშინ ჯანდაბა. სხვათა შორის ძალიან მაგარი საათი გიკეთია ძმაო. მართლა მოგეწონა? მაგარი საათია. მოისინჯე. უცებ მეგონამ შუქნედი. ჩვენ დავნიძლავდით, გახსოვს? ერთო ჩემო, მას უნდა რომ ჩვენი მაჯის საათებს ჩამოვიდე და FIFA ვითამაშოთ. არა ძმაო, 10,000 ჩამოვალ. გააჩნია რა საათი გაქვს. მაგარი საათები მაქვს. მართლა? ხო, მაგრამ საათს ვერ ჩამოვალ. სავარაუდოდ კარგად თამაშობ. ძალიან მაგარია. სპორტისთვის ძალიან მაგარი ჩანს. შეხედეთ რა მაგარია. სერიოზულად, რამდენი დაგიჯდა ეს საათი? წარმოდგენა არ მაქვს. საჩუქარია? არა, საჩუქარი არ არის. შიშარას მეძახიან და მეუბნებიან რომ უნდა გეთამაშო. მისმინეთ, ჩემ საათს არ ჩამოვდივარ FIFA-ში. ზედმეტად თავდაჯერებულია, თუმცა ფულს ჩამოვალ. ფულზე ვითამაშობ. რამდენს ჩამოხვალ? ინახამ შენი საათი დამივარდა. ალბათ 10, 15 ან 20,000 სადღაც ამდენი. ხო, 20,000? დიახ, ცოტა ხანში ვითამაშებთ. არმანს გადავუხადე, შეწყვიტეთ. არმანთანაც დავდებ სონი, პინგ-პონგი და კიდევ რაღაცეები ვითამაშეთ. არმანმა ფული წამართვა. მართლა? ხო, ამიტომ უნდა დამეხმარო ამ ფულის დაბრუნებაში. არმანს თუ შეხვდები, ფსონ შენზე ჩამოვალ და ასე დამეხმარები დაუბრუნო ის ფული. ცრუ იმედები ნუ გექნება. რატო მასთან ბრძოლას არ აპირებ? ვისთან არმანთან? ძმაო, ხომ გითხარი, UFC-სთან დარეკვა და შემდეგ მეტოქეზე და ჩხუბის დროზე საუბარი არ შეიძლება. თუ თავად ამირეკავენ და არმანთან ჩხუბს შემომთავაზებენ, პრობლემა არ არის. ანუ არ გაინტერესებს ვინ იქნება შემდეგი. დასაწყისში ძალიან ბევრ ძლიერ ოპონენტთან ვიჩხუბე, რაც შეეხება არმანთან ჩხუბს, საერთოდ არ მადარდებს. თუ მასთან ბრძოლას ჩამინიშნავენ, მე ვიჩხუბებ. უპრობლემოდ. ანუ არ გადარდებს ვინ იქნება. შენ მხოლოდ UFC-ს დარსელოდები, რათა მომზადება დაიწყო. ჯასტინი, არმანი არ მადარდებს. ანუ არც ერთი არ მოგწონს. ორივესთან ვიჩხუბებ. ერთ ღამეს. კარგი შეკითხვა. თუ ამ წელს იმედია ისლამთან ჩხუბს გამართავ, რის ნახვაც გულშემატკივრებსაც უნდათ, ეს ჩემი სურვილიცაა. ქვეს საშუალო წონაში შეხვდებით, თუ მსუბუქ წონაში გინდათ დაუპირისპირდე. ესე იგი, ჩემთვის ყველაზე ხელსაყრელი შემთხვევა იქნება თუ ქვეს საშუალო წონაში შეხვდები, რადგან როგორც იცი, ამ გზით მესამე ქამრის მოპოვებას შევძლებ. ასევე არანაკლებ ხელსაყრელი შემთხვევა იქნება თუ 155-სა და 170 შორის ახალ ქამარს შექმნიან და მაგალითად pound for pound ქამარს დაარქმევენ, რადგან როგორც იცი ის ნომერ პირველია, მე კიდევ ნომერ მეორე. თუმცა მე რა თქმა უნდა, ჩემი თავი ნომერ პირველი მგონია. მოკლედ, მსოფლიოში ორი საუკეთესო მებრძოლი შეხვდება ერთმანეთს და მათ შორის გამარჯვებული მიიღებს ქამარს, pound for pound ქამარს. ვინც გაიმარჯვოს, ის იქნება საუკეთესო. ანუ შენი საკუთარი ქამრის შექმნა გინდა pound for pound-ის ქამარი. სხვათა შორის მომწონს ეს აზრი, ჩაცაც მოსწონს. ო, ეს ჩემი აზრია, თუმცა არ ვიცი.
არამამუთმა ამაზე უნდა იფიქროს. მოდიშით მეგობრებო, ხმას კიდევ ერთხელ ავუწევ. ნება მომეცი გაჩვენო თუ როგორ მუშაობს ჩატი. ეს არის ჩატი. შენ მათ შეგიძლია ნებისმიერი კითხვა დაუცვა და პასუხს გაგცემენ. ისინიც თავისთავად წრიმის განმავლობაში კითხვებს დაგისვამენ. ჯერჯერობით შენ შეგეკითხებიან რაღაცეებს და შეგიძლია უპასუხო. რამდენი ადამიანი გვიყურებს? ახლა 60,000 კაცი გვიყურებს, მაგრამ ისევ მოიმატებს, რადგან შენ ახლახანს მოხვედი. ვიღაცამ კითხა მესი თუ რონალდუო. მესი თუ რონალდუ? მესი მომწონს, მაგრამ რახან კრისტიანო ჩემი ბიზნეს პარტნიორი გახდა? პარტნიორი? ხო, პრომოუშენი გვაქვს ერთად. WoW-ს ვეძახით. მაგარია. შენ და ჯეიქს ერთი და იგივე ზედმეტსახელი არ გაქვთ? ჯეიქ პოლზე საუბრობ? ჯეიქ პოლი კი ელ გაიო ერქვა, ახლა ელ მატადორია. გონი თუ არ ვსები, ჯეიქმა შეიცვალა რა. მაგარია. ისე რას ფიქრობ ჯეიქ პოლზე? მე მომწონს როგორც წარადგენს ის საკუთარ თავს. ფიქრობ ის ცუდი მოკრივია. ძალიან ცუდი. თუმცა მომწონს ის ფაქტი, რომ მიუხედავად ცუდი კრივისა, ის ასე კარგად ახდენს საკუთარი თავის წარდგენას. შენი აზრით მას კრივი საერთოდ არ გამოსდის? არა, რა თქმა უნდა. და რატომ ფიქრობ, რომ ცუდი მოკრივია? იმიტომ რომ მას კარგი მოკრივის უნარები არ გააჩნია, თუმცა ვფიქრობ, რომ სხვა მოკრივეებთან შედარებით ის შესანიშნავად ახდენს საკუთარი თავის გაყიდვას. ზოგადად მოკრივეებზე რა აზრის ხარ? ახლახანს ტერენს კროუფორდი და შაკურ სტივენსონი მყავდა სტუმრა სტრიმზე. მათ თქვეს, რომ ჩხუბში დაგამარცხებდნენ. იცი ისინი ვინები არიან? მათ გონიათ, რომ ჩხუბში დამამარცხებენ, სახით ვახოხიალებ ორივეს. ჩხუბშიო თქვეს? ხო, თქვეს რომ ქცევდნენ. MMA-ში? გონი კრივი თქვეს. ხო, სწორად მახსოვს. მისმინეთ, ჩვენ რომ ერთ ოთახში ვიყოთ ახლა, მე, კროუფორდი და შაკური. და ვიღაცას ფსონის გაკეთება რომ მოუწიოს, შენი აზრით ვინ გაიმარჯვებს? მათ კრივი ახსენეს მგონი, თუ არ ვცდები კრივზე საუბრობდნენ. კრივი, კარგი, მაშინ თუ კრივი თქვეს, განსხვავდება. ისინი მე გამიბრაზდნენ, რადგან თქვი რომ მე როგორც გულშემატკივარი ვფიქრობ MMA ბევრად ჯობია კრივის. ეს უბრალოდ ჩემი აზრია და ვფიქრობ ასეცაა. უკეთესია. ამიტომ ისინი გაბრაზდნენ. სრულყოფილი ბრძოლებია. მართალია, ძალიან სანახაობრივია. მხოლოდ ხელებს არ იყენებ, ჩხუბის დროს ყველაფერს რთავ. ნამდვილ ჩხუბს გავს. ნამდვილად, აი ვიდეოს მონაკვეთი. დამელოდე ახლავე გამოვაჩენ. I kind of seen a picture of Bud dapping him up before Bud was going to his workout or leaving his workout. I think them guys got to leave Bud alone. I think Bud Crawford is just different. In a boxing ring with him, bro, you're not going to last more than one round, I don't think. You better off saying UFC. Like, Bud is a guy that I wouldn't be surprised if he gets in the UFC. ოიცა, მან თქვა რომ ერთ რაუნდსაც ვერ გავკაჩავ? ხო, ერთი რაუნდიო. ძმაო, მოდი ენა ჩაიგდე. Shit out of some guys too, cause he got a great wrestling background. I done seen him wrestle real wrestlers on some everyday shit. Cause Bud look bigger than that guy. He got longer arms. I wouldn't be surprised come fight night if they do an MMA fight. If Bud done knocked him out sleep. He said MMA. მან MMA ბრძოლა თქვა ბოდიში. მან შენსა და კროუფორდს შორის MMA ჩხუბზე ისაუბრა. სიმართლე გითხრა, თუ შეხედავ სახეზე სულ ერთს გავს. როცა პირი გააღო და საუბარი დაიწყო, ამით ეს დაამტკიცა. So that's crazy. Or choked him to death. Oh wow. Tell him to come fight me. He's a crazy boxer. I don't care. Tell him to come fight me. Hold on a second. Ilya Topuria. ო, მოკლედ მას შენთან ჩხუბი უნდა. It would be good for the sport. რა თქვა, მოვიდეს და მეჩხუბოსო? უთხარიო მოვიდესო. პრობლემა არაა მეგობარო, როცა გინდა. კარგით, მომისმინეთ, არავის არ ვაქეზებ, უბრალოდ ვსაუბრობ. მინდა რომ ჩატთან ცოტა ინტერაქცია გქონდეს, რათა ცოტა პროცესს შეეგუო. ეს მოკრივეები, ღმერთს გეფიცები ძალიან უცნაურები არიან. მოკრივეები? ო, ძმაო, ზოგადად მოკრივეები. ანუ მოკრივეები არ მოგწონს. არა, ბევრი მოკრივე მეგობარი მყავს, ზოგადად ვსაუბრობ. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ ხოლმე ზოგჯერ. შენ ამ თამაშის მხოლოდ ერთი ნაწილი გაგეგება, კრივი. სხვა დანარჩენზე წარმოდგენა არ გაქვს. ჭიდაობა, პარტერში ბრძოლა, ყოველივე ეს განსხვავდება. ღმერთს გეფიცები ორივეს რომ დაუპირისპირდე, მაგრად გავლახავ, ერთსაც და მეორესაც. მესმის შენი. ვინ არის შენი საუკეთესო ტოპ 5 მოკრივე UFC-ში? მოკრივე? ამჟამად ტოპ 5 მოკრივე არის მაქსი,
ჩემი ძმა პიოტრიანი მასაც კარგი კრივი აქვს კიდევ ვინ ალექს პერეირა გასაგებია ეს შენი სია შენს თავზე რა სიტყვი შეგიძლია დარწმუნებით თქვა რომ შენ ერთ-ერთი საუკეთესო მოკრევი ხარ UFC-ში სიმართლე გითხრა ასეთ რაღაცებზე საუბარი არ მიყვარს მირჩევნია გულშემატკივარმა გადაწყვიტონ ვინ არის საუკეთესო მოკრევი ან საუკეთესო ნებისმიერ სხვა ასპექტში სწორედ ამიტომ ვიბრძვით და ვაჩვენებთ ჩვენს უნარებს ოქტაგონზე მე ჩემი თავი საუკეთესო მიმაჩნია შეიძლება გულშემატკივრებს განსხვავებული აზრი გქონდეთ ვაფასებ ამ პოზიციას სერიოზულად პატივსაცემი ნათქვამია ჩემთვის პირადად შენ და მაქსი თქვენ ორნი ხართ ჩემი ფავორიტები მაქსი ძალიან კარგი მოკრევია ჩატში კითხულობენ მაქსი თუ ჩარლზი ვინ გაიმარჯვებს მათ შორის ჩარლზი ძალიან მიყვარს მისი პიროვნების გამო უმაგრესი ადამიანია მაგრამ ვფიქრობ რომ მაქსი გაიმარჯვებს ვფიქრობ რომ მაქსი მოიგებს ხო ასე ვფიქრობ თუმცა ჩარლზის გამო რიცხვა არ ღირს ის ბრძოლის ნებისმიერ წუთს სახიფათოა ნებისმიერ დროს შეუძლია მოგგუდოს რამდენი სიწონი ახლა ზოგადად რამდენი სიწონი როცა არ ვარჯიშობ შენი აზრით რამდენი ვარ არ ვიცი ვიტყოდი რომ ალბათ 165 ხარ ახლა რამდენია ეს კილოგრამებში ჭაჭი დაწერენ შეხედე მე ვიტყვი რომ 165-170 ეს ჩემი ვარაუდია თქვენ რას ფიქრობთ ბიჭებო რამდენია კილოში 80 კილო სწორია მართლა 78 და 82 შორის ყოველთვის ამ წონებს შუა ვმერყეობ გასაგებია ანუ ახლა დაახლოებით ამდე სიწონი გამოდის რომ ქვე საშუალო წონაში ასვლა შეგიძლია შემიძლია თან ახლა ძალიან ბევრი ვჭამეთ მაგარი სტეიგი იყო ძმა რესტორანი მოგეწონა ხომ გითხარი მაგარი იქნება თქო შესანიშნავი ადგილი იყო შეგიძლია ვისე ვანახო ოპა bro ვიცი ძმა ნუ რაფეს მეტყვი გასიებული ხარ რა ვქნა ძმაო ყოფილ ნარკომანს გავხარ ვიღაც კითხულობს იანი თუ შუგა რევანში სტილისტურად? დიახ. შონი. შენი აზრით შონი მოიგებს? დიახ, ასე ვფიქრობ. მეც. თუ სწორი მენტალიტეტით შეაბიჯებს და თუ ის სწორ სავარჯიშო კემპს გაივლის და კარგად მოემზადება, მაშინ გაიმარჯვებს. მახსოვს რაღაც პერიოდი შენ აპირებდი ომალისთან ჩხუბს, ან ომალი საუბრობდა შენთან ჩხუბის შესახებ. სუპერ სუბუქი წოინდან ასვლა უნდოდა. გეთახმები, ნამდვილად კარგი ბრძოლა იქნებოდა. წარსულში, ოღონდ ახლა არა. ახლა აღარ გონია. ახლა ნათელია რა მოხდება თუ ბრძოლა შედგება. აქამდე კი საიდუმლო იყო. ერთი წუთი მოიცადე. მერაბთან კარგად ხარ, ხო? თქვენ ხომ ერთი ძმები ვართ. მაშინ რას ფიქრობ? რა არის შემდეგი მერაბისთვის? რა არის შემდეგი მერაბისთვის? შენი აზრით მალე დაბრუნდება და იანს თავიდან დაუპირისპირდება? თუ ფიქრობ რომ ჯერ სხვა უნდა შეხვდეს? იანს უნდა შეხვდეს. ამას იმსახურებს. შენი აზრით იანთან რევანში მოიგებს? 100%-ით. ისიც აქცევა ვერ შეძლო არა და ჩხუბის დროს იცი ხო რა კარგად გამოსდის ტეიქდაუნების გაკეთება. ბრძოლის შემდეგ ვისაუბრეთ და იანთან ბრძოლა განვიხილეთ. მე მას იმ შეცდომებზე მივუთითე, რაც თავად ჩავთვალე, რომ მან ბრძოლის დროს გააკეთა და ვფიქრობ თუ რევანში შედგა, ის საქმეს ბოლომდე მიიყვანს. შენი აზრით, მერაბისნაირი მებრძოლი, რომელიც წელიწადში 3-ჯერ ან 4-ჯერ იბრძვის, რაღაც მომენტში ეს ხელს შეუშლის, განსაკუთრებით როცა ისეთ ძლიერ მეტოქეებს ხვდება, როგორც ზიანია მაგალითად. ვფიქრობ, ერთ წელში 3-ჯერ ან 4-ჯერ ჩხუბი რთულია. არ ვიცი, ყველას ინდივიდუალური სტილი აქვს. თუ ეს მას სიამოვნებს, მაშინ ასეც უნდა მოიქცეს. გეთანხმები. მე მაგალითად არ მიყვარს ერთ წელს 3-ჯერ ან 4-ჯერ ჩხუბი, რადგან მომწონს როცა სწორ სავარჯიშო კემპს გავდივარ. ოქტაგონზე ტრავმირებული არასდროს შევალ. ეს შეკითხვა უკვე დამისვი, მე ყოველთვის 100%-ით შევდივარ. როცა ოქტაგონზე ვარ, ნამდვილად მინდა რომ ვიჩხუბო.
ვარცხლები მითხარი რომ სპარინგ სესიები არ გაქვს ხო? მაქვს სპარინგები ოღონდ კონკრეტული. სტანდარტულ სპარინგს არ ვაკეთებ. მოსაწყენია. დარბაზში არ შევდივარ და პირველ შემთხვევაში არ ვირჩევ და არ ვეუბნები მოდი ვისპარინგოთ. მაშინ რა აზრის ხარ ისეთ მებრძოლებზე, აი მაგალითად შონ სტრიკლენდზე, რომელიც ყოველდღე სპარინგობს და თუ არ ვწდები ამაში მან რეკორდიც კი დაამყარა. როგორც უკვე გითხარი, ყველას თავისი სტილი აქვს. თუ ეს მას თავდაჯერებულობის მომატებაში ეხმარება, მაშინ კარგია. კონკრეტული წესი არ არსებობს, რასაც უნდა გაყვე. მხოლოდ შენს ინსტინქტებს უნდა ენდო. თავდაჯერებულობას რაც გმატებს და თავს კომფორტულად გაგზნობინებს, სწორედ ის უნდა აკეთო ბრძოლამდე. მე მაგალითად ჩემს ტექნიკაზე მუშაობა მიყვარს. ჩემი უნარების განვითარება, რათა მომავალ ბრძოლებში ჩემს სასურველ პოზიციებში აღმოჩნდე. მინდა რომ ყველა ის ინსტრუმენტი მქონდეს, რაც შეიძლება ბრძოლის დროს დამჭირდეს. მაგალითად, თუ მოჭიდავესთან ვიბრძვი, მინდა რომ ყველა ის ინსტრუმენტი მქონდეს, რაც კი მსოფლიოში არსებობს. იმიტომ რომ რა მოხდება, თუ ის ორივე ფეხზე შემომეხვევა. როგორ შევძლებ თავის დაცვას, როგორ გამოვძვრე ამ სიტუაციიდან, რა მოხდება, თუ ტეიქდაუნი გამოვა და უცებ მიწაზე აღმოჩნდები. მინდა რომ ეს 1000-ჯერ გავიმეორო. ხომ გესმის, რასაც გულისხმობ? მესმის. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ტეიქდაუნებისგან თავის დაცვა არ შეგიძლია. სულ ხდება ეს, თუმცა შენ ხომ სანამ კრივს ისწავლიდი, ჯერ ჭიდაობით დაიწყე. ზუსტად. ბერძნულ რომაულით დავიწყე ჯერ, კიდევ როცა 8 წლის ვიყავი. ბევრ შეჯიბრებებში მივიღე მონაწილეობა. 15 წლის რომ გავხდი, ჯიუ-ჯიტსუში დავიწყე მომზადება. ასე რომ ჩემთვის ჭიდაობა ძალიან ნაცნობია. იმ კომენტარებსაც კარგად ვიცნობ, რომ ამბობენ ჭიდაობა არ შეუძლიაო. რასიზამ ეს სპორტიც სწორედ ამაზეა. მართალია. ვინ იყო ყველაზე რთული მეტოქე შენს კარიერაში? ვოლკანოვსკი. ვოლკანოვსკი ძალიან ჭკვიანი ბიჭია. იცის როგორ უნდა იჩხუბოს. წინდახედული მებრძოლია. დიეგო ლოპესთან ჩხუბს უყურე, პირველი დაპირისპირება. ფიქრობ დიეგოს კარგი შანსი ჰქონდა. კარგად გაართვა თავი. მეორე ბრძოლა მარტივი იყო, პირველი უფრო კონკურენტული. ერთი წუთი ვიღაცამ არმანზე კითხვა დასვა და შენი პასუხი აინტერესებს. კითხულობენ რა აზრის ხარ არმანის ბოლოდროინდელ გამოსვლებზე. ხედავ თუ არა მას ერთ-ერთ თულ გამოწვევად. ეს კითხვა ჩემმა მეგობარმა და თულ გამოწვევად შანსი არა. რთული გამოწვევები უკვე მქონდა. შენი აზრით ისლამი არ იქნება? ბოდიში უპასუხე ჯერ. არ მინდა მის კონკრეტულ მეტოქეზე ვისაუბრო, რადგან UFC-ში მარტივი ბრძოლა არ არსებობს. ყველა ძლიერი მეტოქეა. სწორედ ამიტომ არის ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი დიდი მსოფლიოში. თუმცა ის ისლამთან დამარცხდა, გამროდთან დამარცხდა. კარიერის დასაწყისში დანოკაუტდა. და არც იმის უნარი აქვს, რომ ბრძოლა ფინიში დაასრულოს. მხოლოდ მაშინ შეუძლია ფინიში დასრულება, როცა მისი მეტოქე დაღლილია, მიწაზე გადაყავს და ground and pound იგებს. სულ ესაა. თუ ისეთ ვინმეს დაუპირისპირდება, რომელიც ნაღდად მოემზადება, აქვს კარდიო და მიწაზე ყოფნის არეშინია, მაშინ დაიტანჯება. ანუ ფიქრობ, რომ არც ისლამთან და არც არმანთან გადაწყვეტილება არ დაგჭირდება, 100%-ით დააფინიშებ. ორივეს დავაფინიშებ. უყურე, არმანი მარტივია. რადგან პანიკაში ჩავარდება. ჩემთან პანიკა დაეწყება. რა უნდა გააკეთოს? მითხარი რას იზამს? ყოველთვის ერთი და იგივეს ვამბობ. როცა ვარჯიშობ, ვიცი რა შეგრძნება ტკივილის განცდა. ვიცი რა შეგრძნება, როცა დაღლილი ხარ. ვიცი რა შეგრძნება, როცა მეტის გაკეთება არ შეგიძლია, თუმცა მაინც აგრძელებ. ჩემს თავს ისე კარგად ვიცნობ, რომ ვიცი, არც დადგება ასეთი სიტუაცია, სადაც დანებება მომიწევს. ასე რომ, როცა ოქტაგონზე ავდივარ, ჩემმა მეტოქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ წინ სხეულთა გამანადგურებელი დგას, რომელსაც დანებების არაფერი გაიგება. არასდროს დავნებდები. ჩემი მოკლა მოგიწევს. და იცი რა, ჩემი სიცოცხლე მიყვარს და სიკვდილისთვის ჯერ მზად არ ვარ. თლიანი ჩატი მხოლოდ აურას წერს. კლიპებს გააკეთებენ შენი მონოლოგიდან არ ხუმრო. აბა რა. ჭუბი გინდა, მე ამისთვის დავიბადე. Arman. Oh, yeah.
რაღაც უნდა მეკითხა. თქვი რომ მხოლოდ ჯანმრთელი ჩხუბი. ყოფილა თუ არა შემთხვევა როცა დაზიანებული გიჩხუბია ან 100%-ით არ ყოფილ ხარ მზად. ოდესმე თუ გითქვამს ბრძოლის დროს რომ აი აქ ამ ადგილას ცოტათი მტკივა. სხვათა შორის UFC-ში მეორე ბრძოლის დროს დეიმონ ჯექსონის წინააღმდეგ მახსოვს კუნთები მქონდა დაზიანებული. აქ რას ეძახით? ყესი მგონი ხო? ყესი. ბრძოლამდე 4 კვირის განმავლობაში პადებზე მუშაობას მხოლოდ დამჯდარი ვახერხებდი. რადგან არც სირბილი შემეძლო და არც მოძრაობა, ხომ ხვდები? ამიტომ საომრად დაზიანებული ავედი და ვიცოდი რომ ის პირველივე რაუნდში უნდა დამეფინიშებინა. ჩემთვის კომფორტული სიტუაცია უნდა შემექმნა. შენზე რომ იყოს დამოკიდებული ვისთან ჩხუბს ისურვებდი. ახლა შემდეგთან. იცი ვისთან ვისურვებდი შეხვედრას? ვისთან? კონორთან. ხო. დიდი სიამოვნებით მექნებოდა ის გაცვლები მასთან. დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებდი. მითხარი რას გააკეთებს? ტეიქდაუნის გაკეთებას ცდის? არა რა თქმა უნდა. კარგი, მაგრამ შენ ხომ 10 წლის წინანდელ კონორთან არ იბრძვი. ნიშნულობა არ აქვს. ვიდეო მონაკვეთი ხო არსებობს, სადაც კონორი შენზე საუბრობს. მოიცავ ნახო. How do you think you would beat Ilia Arturo? ეს ნანახი მაქვს. ნანახი გაქვს? Or grab me the scoop of the chest and slap that little nose off him, yeah? Little ding dong with he is, yeah? I'm fucking Spanish. I'm in my bed, bro, yeah? I'm in my bed at the bare knuckle store and let's see what's what. We're bouncing the yoke on the bare knuckle. You little fool, I'll cave your head in. A little short ass thick or box your jaw in. On sight. I'm in my bed Spain, yeah? I'm in my bed Spain October 12th at the bare knuckle. Store, bro. Dude, it's მადრიდში 7 მარტს UFC-ში ვიქნები. მოდი მესტუმრე დიდი სიამოვნებით მიგიღებ. მოდი დავივიწყოთ კონორ მაკგრეგორი. ესე იგი დაგისახელებ იმ სამ მეტოქეს ვისთანაც ჩხუბს ისურვებდი. ჯასტინი, ისლამი და ალბათ არმანი, ხო? სიმართლე გითხრა, ჯასტინთან ჩხუბი არ მინდა. კარგი, მაშინ შენ დაასახელე სამი. ისლამი, კონორი, კიდევ ვინ არის ისეთი, რომელთანაც დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებდი? ჯონ ჯონსი? პედი ძმაო. ო, პედი. დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებდი. მის ნიკაპს შევიგრძნობდი. მოიცა ერთი წუთი, ჯერ არავის გაუთიშებს, ხო ის? დიახ, სწორედ ამიტომ მინდა რომ პირველი ვიყო. ყოველთვის ამას ვამბობ, თუ სხვამ გააკეთა, მეც გავაკეთებ. თუ ჯერ არავის გაუკეთებია, მაშინ მე ვიქნები პირველი, ვინც ამას იზამს. ნიკაპში მუშტის მოხვედრაზე უკეთესი სიამოვნება ამ სამყაროში არ არსებობს. უკვე ვიცი, როდის შევძლებ მის დაძინებას. ვეტყვი, შენ სულ მალე ძირს დაეცემი. 1 2 3 და კარგი, მაგრამ ჩატში არმანზე საუბრობენ, ის შენ სამეულში არ შედის? ის ფეხებზე მკიდია. ჯასტინი ვითა. თუ დამირეკავენ და მეტყვიან რომ უნდა ვიჩხუბო, მაშინ ასეც ვიზამ. თუ არა და ფეხებზე მკიდია. სადილის დროს გითხარი, ჩემს მაკაცებს პრისმალს და ლიგოს გონიათ რომ ისლამი დაგამარცხებს. მე კიდევ ვფიქრობ რომ შენ დაამარცხებ ისლამს. თუმცა ერთი ნიუანსია. მე პატივს ვცემ მათ აზრს. ვფიქრობ, ქვესაშუალო წონა განსხვავდება. სუბუქ წონაში დაამარცხებ ისლამს. არ განსხვავდება. მაგრამ ჭიდაობის დროს რაც უფრო მეტი წონი, მეტი წონა გაწვევა, არა? ნიშნულობა არ აქვს. უმსუბუქეს წონაში ბრძოლა გირჩევნია თუ? უმსუბუქესი? უმსუბუქი, უფრო სწორად. თუ უმსუბუქი წონა. სუბუქი წონა. განსხვავებას თუ მომჩნევ? რაში? ამ ორ დივიზიონში. განსხვავება მხოლოდ წონის კლებაშია, მძულს წონის კლება. სწორედ ამ განსხვავებაზე ვამბობ. შენი აზრით, ქვესაშუალო წონაში უფრო უკეთესი არ იქნები? ქვესაშუალო წონაში? არ ვიცი, უკეთესი თუ ვიქნები. განსხვავება არ იქნება. ქუჩაში რომ სეირნობდე და უცებ ისლამი შემხვდეს და პირისპირ დავუდგე. შენი აზრით, მე მის წონაზე ვიფიქრებ? სადაც არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ, რომ მე მსოფლიოში საუკეთესო ვარ. შენც იგივეს ფიქრობ? კარგი, მაშინ ვნახოთ ვინაა საუკეთესო. დაგიმტკიცებ, რომ მე ერთ-ერთი საუკეთესო ვარ. მერწმუნე, როცა გეუბნები ისინი სხვა ტიპის მებრძოლებს არიან მიჩვეულნი,
ისინი ვერ ხვდებიან მათ წინ ვინ დგას. ვინ ვარ მე და რას წარმოვადგენ. ხოლო როცა უკვე შეიგრძნობენ ჩემს უნარებსა და ტექნიკას, აი სწორედ მაშინ ეცვლებათ სახე. წინასწარ ვიცი რომ ჯებებს დავაჯენ და 2-ოდე მოძრაობას გავაკეთებ. ჩემს მეტოქეს განა ჩემი ძალა და სიმტკიცე აშინებს. არა, მას ჩემი უნარების ეშინია. ოქტაგონზე ბევრი ფიქრი გიწევს, როცა გრძნობ რომ შენს წინ ძალიან ტექნიკური მეტოქია, რომელმაც თავისი საქმე კარგად იცის. სპორტში ზოგადად ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შენი აზრით, ვინ იქნება თეთრი სახლის მთავარ ქარდზე? შეიძლება მე ვიყო. არავინ იცის. კი, მაგრამ დანამ თქვა რომ თეთრი სახლის ქარდი შედგენილია. ამიტომ გეუბნები რომ ჯერ არანაირი ზარი არ შემოსულა. საერთოდ შეიძლება ახლა დამირეკონ. შენი აზრით, რატომ არ გირეკავენ? ჩემი აზრით, ჯერ ძალიან ბევრი რამის გარკვევა უწევთ. ამას დამატებული ცალკე კიდევ ბევრი რამ ხდება. მარტივი არ არის. მარტივია გარედან შეაფასო. რთულია გაუმკლავდე ბევრ რამის, როცა შიგნით ხარ. თან ამას ბევრი ვერ ხდება. მართალია. ჩემი ვარაუდით, ან ჯონ ჯონსი ან კონორი უნდა იყოს, არა? კონორი ნეითის წინააღმდეგ. ან საერთოდ ფიქრობ ვინმე ამერიკელი. თეთრი სახლის ღონისძიებაა, ვინმე ამერიკელი ჭირდებათ, რომ თეთრ სახლში ამერიკა წარადგინოს. ამას უნდა გეგმავდნენ. დიდი ალბათობით ასეც იქნება. შეიძლება ამიტომაც არ დაგირეკეს. არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. შეიძლება საერთოდ ფეხებზე კიდიათ. ან შეიძლება არა. ამას უბრალოდ მე და შენ ვფიქრობთ. სიმართლეს ვერ გავიგებთ. სხვათა შორის ხამზადი, რას ფიქრობ ხამზადზე? დიდებული მებრძოლია. ხამზადის სტრიკლენდის შემთხვევაში ვის ფიქრობ? ხამზადი. ჩემი აზრით შონი მოიგებს. მართლა? კი, ასე ვფიქრობ. შენი ტოპ 5 ყველა დროის საუკეთესო UFC-ს მებრძოლი ვინ არის? ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი. კიდევ ვინ შეიძლება? რთული შეკითხვა. ყოველთვის მავიწყდება. მაითი მაუსი, შენს ტოპ 5-ში არ შედის? არა. არა? შენი აზრით, ყველა დროის საუკეთესო უმსუბუქესი წონასანი არ არის? ყველა დროის საუკეთესო უმსუბუქესი წონასანი ნამდვილად. კიდევ ვის შევიყვანდი ტოპ 5-ში? არ ვიცი, დამეხმარე. ესე იგი, GSP, Penny, კიდევ ილია ტოფურია, ანდერსონ სილვა. კი, მაგრამ არ მიყვარს ჩემი თავის სიაში შეყვანა. ხაბიბი? მხოლოდ მისი ბოლო 2 ბრძოლა იყო სანახაობრივი. კიდევ იმიტომ იყო სანახაობრივი, რომ მის დაუმარცხებელი იყო. ასევე პოტენციური მებრძოლის არსებობა, რომელიც მის დამარცხებას შეძლებდა. სიმართლე ისაა, რომ მე პირადად არასდროს მომწონდა მისი სტილი. ალბათ ჭიდაობის გამო. აგერ შეხედეთ, ჩატში უმეტესობა გეთანხმება. უნდა გამოგიტყდე და მე ძალიან მიყვარს ნოკაუტების, კიკბოქსის, კრივის და სტრაიკინგის ხილვა. ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ამის. თუმცა ხო ხდები რასაც გულისხმობ. UFC-ს დიდი გულშემატკივარი არ ყოფილა, როცა ის დომინირებდა. არ გეგონოს რომ რახან აქ ხარ, მაგიტომ გეუბნები, შენ ხარ იმის მიზეზი, რომ დღეს მე ამ სპორტის დიდი გულშემატკივარი ვარ. და ამავისწა რომ ხრები გტკივა. იზიზე რას ფიქრობ ისრაელ ადესანიაზე? შენი აზრით დაბრუნდება? მახსოვს მისი პირველი დებიუტი. მისი ბრძოლები ძალიან სანახაობრივი იყო. ის მომწონს. ვისადეთ, CS:GO-ს თამაშობ? CS:GO რა არის? Counter Strike. კი, სერიოზულად? უკვე აღარ, ადრევ თამაშობდი, 1.6. 6? ხო, Counter Strike 1.6 ძმაო. უნდა ვითამაშოთ ძმაო. ძველი თამაშია, ჩემ ძმას უყვარს. შენ ძმას შემდეგი ბრძოლა როდის აქვს? არ ვიცი. ნახოთ რას ამბობენ, აბა. ძალიან ძველი მოთამაშე ყოფილხარ, ძველ მოთამაშეც გეძახიან. In Qatar, did you see him at all? ახლა გამახსენდა, ნახე ეს, ხო? შენ მართლა შემოვარტყი მას? კეტყვი რაც მოხდა. არ გააგრძელებ ვიდეოს? მოდი შეახლოვე.
My bad. Oh. Personal, no. No. What is this clip? Did you see Ilya in Qatar? Did you see him at all? Personal, no. No. What is this clip that he posted of your interaction? When is that from? Oh, this is when I was fighting against Charles. Okay. იცი რა, ჩარლსთან ბრძოლის დროს მან ჩემზე რაღაც პოსტი დადო, სადაც ამბობს, რომ როცა მნახავს პირადად რაღაცეების გაკეთებას აპირებს. არ ვიცი ზუსტად რისი. საღამოს პიაიში წავედი, დავინახე და მან ღიმილი და სიცილი დაიწყო. მე კიდე ასე ყველაფერი რიგზია ბიჭო უთხარი. Oh, that's აი თურმე რა გიქნია. შეიძლება მეც გავაკეთო. არა, არ ქნა. შემდეგ გამოსაცვლელ ოთახში შევედით და იქ მთხოვდა რეკომენდაციები მიმეცა, სად იყო ყველაზე კარგი ადგილი საქართველოში. კარგი განწყობით იყო, ხომ ხვდები, მე კიდევ გამიკვირდა, ასე კარგად რატომ მესაუბრებოდა. მეც მესმის რომ ეს თამაშია და არაფერს პირადულად არ ვიღებ. Which I understand because I understand the game and I don't take it never personal. But yeah. სულ ეს იყო. Got it. So that was გასაგები, ანუ ეს იყო მთლიანი ისტორია. ვიღაცას რომ ატკინო არ არის საჭირო რომ სილა გააცნა, ხომ ხვდები რას გულისხმობ. პატარა მეგობრული შემოთმაც საკმარისია. აი ასე. შეგიძლია გააკეთო თუ გინდა. არა იყოს. ხო, არ გინდა, თორე შეიძლება დაგარტყა. ბოდიში ძმაო. ჩემი მხარი ჯანდაბა ძმაო. მოიცა ჯეიკ პოლი მირეკავს. ჯეიკ პოლს რაღა უნდა? გაუჩერებლად მირეკავს, ამბობს რომ საზრაბად უპასუხო. Jake Paul won. I think he wants to talk. კონი შენთან საუბარი უნდა. კრივს შემომთავაზებს და მეტყვის რომ მუჰამედ ალი ვითიდებულია. გამარჯობა ჯეიკ. He laughed. ის წავიდა, მხოლოდ მე ვარ. სად წავიდა? Just kidding. He's ხუბრო right here. ფაქა. ¿Qué pasa, Jay? ეი, პატვის ხსენ ძმაო, ფიქრობ რომ ძალიან მაგარი ხარ. თუ ფიქრობ რომ ცუდი მოკრივე ვარ, მაშინ უნდა ვისპარინგოთ. Yeah. კარგი, როცა გინდა ძმაო, მე თანახმავარ. I'm open to it. ერთი პრობლემაა, ყველა UFC-ს მებრძოლი ერთი და იგივეს ამბობს. You უკვე გშურს? არა, ყველაფერი რიგზია. ყველა UFC-ს მებრძოლს ზედმეტი ლაპარაკი უყვარს. თუმცა, როცა პედი პიმბლეტივით კერძო თვითფრინავს, ჩემთან სპარინგს და შემდეგ $1 million თავაზობ, რატომღაც უარს ამბობენ. I offered to send him my jet and $1 million and he wouldn't do it. So we should Bro, actually do something it. I respect. ერთ რამეს, რასაც შენში ვაფასებ, არის შენი კარგი განწყობა. არასდროს იმალები და გამოწვევებს არ გაურბიხარ. სტრიმერების და იუთუბერების ჯგუფში რომ ჩაქსვა, გეტყოდი რომ შენ ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე ხარ მანდ. მაგრამ თუ მსოფლიოში საუკეთესო მოკრივეებზე ვსაუბრობთ, შენ ამ სიაში არაფერი გესაქმება. თუმცა ვაფასებ შენს წამოწყებას. კი, მაგრამ ამ სიის უფროსი შენ არ ხარ, ასე რომ ამ სიის უფროსი ნამდვილად არ ვარ. თუმცა მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და ამიტომ გეუბნები რომ როგორც მოკრივე მაგარი ბანძი ხარ. უბრალოდ არ გაქვს კარგი კრივი. შენ ხარ საშუალო დონის მოკრივე, რასაც მე დიდ პატივს ვცემ. ხო და მოდი ვისპარინგოთ. Whenever you get listen, the thing is that whenever you როცა ყბა მოგირჩება პრობლემა არ იქნება, თუმცა მზად იყავი, რადგან ისევ თავიდან მოგიწევს მაკყბის მორჩენა. ჩემს ყბას მორჩენა არ დასჭირდება, რადგან საერთოდ ვერ შემეხები ძმაო. თქვენ MMA მებრძოლები ყველა ნაგვები ხართ, თქვენ სპორტის საუკეთესოებს ვცემ. let's do it with this rule. Let's do it with this. მისმინე, მოდი ასეთი წესი თქვნათ. მე შენს ყბას არ შევეხები, რადგან უკვე დაზიანებული გაქვს. სამაგიეროდ, აი შენს ღვიძლს, აი ასე დაგაჭერინებ ხელით. შენ პატარა ბიჭუნა ხარ. 168 სანტიმეტრი ხარ და ამერიკულ მთებზეც კი არ დაგსვამენ ძმაო. შეიძლება პატარა ბიჭი ვარ, მაგრამ საუკეთესო რამ რაც მაქვს, ატრაქციონებზე არ დაგსვამენ ამერიკაში. გასაგებია, შეიძლება სიმაღლე ჩემი უპირატესი მხარე არ არის. შეიძლება ოთახში არც ყველაზე მაღალი ტიპი ვიყო, მაგრამ მერწმუნე, მე მომისმინე. ძმაო, მე ისეთ კომბოებს გაგიკეთებ, რომ ჩემი კვერცხების დონემდე დაგაპატარავებ. იცი რას ვიზამ? და უცებ მუხლებზე დაეცემი.
მისმინე. რაც არ უნდა იფიქრო, როგორც კი სპარინგი შედგება, საუბარი წინ წამსვე დასრულდება. ასე რომ კარგია. კიდევ ერთხელ პატივისცემას გამოვხატავ შენს მიმართ და ვფიქრობ, რომ რეებს ბოდიალობ საერთოდ რაზე საუბრობ. მისმინე, როცა გინდა მაშინ ვისპარინგოთ. რომ იცოდე, ჩვენ მხოლოდ კრივზე ვსაუბრობთ, რადგან თუ ნამდვილ კაცების დაპირისპირებაზე გადახვალ და ჩხუბს გამიმართავ, მაშინ ეგეც შეგვიძლია ვქნათ, არაა პრობლემა. ძმაო, ნუ საუბრობ, ნუ აგზელებ ამაზე საუბარს. მე შენ პატივს გცემ. გამიჯერე, რომ გეუბნები, რომ მე მართლა პატივს ვცემ შენს საქმიანობას, სადაც შენს თავს დიდებულს უწოდებ და ამ ცრუ წარმოდგენას საჯაროდ ყიდი. მაგრამ ჩვენში რომ დარჩეს, შენ როცა სახეში შემომხედავ, უკვე თავად ხვდები, ძმაო. თავადაც მიხვდები ამას, შენ ხარ ერთი წყლიპურტი ჩემთვის. ამ სპორტის სიდიადეც ამაშია. ჩვენი საქმიდან გამომდინარე, კარგად ვიცით, რომ დღის ბოლოს პასუხები ნათელი გახდება. მე ვიმედოვნებ, რომ პედი პიმბლეტის მსგავსად თავის მართლებას არ დაიწყებ, თითქოს არ შეგიძლია. რითი იმართლებდა ის შენთან თავს? იმით, რომ UFC-მ გაიგო, რომ სპარინგს ვაპირებდით და თქვა, რომ ვეღარ შეძლებდა ჩამოსვლას, რადგან მუდმივად დარბაზში ხართ და ვარჯიში გიწევთ. ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს, კამერის წინ იქნება თუ არა. ძმაო, ჩვენ ყოველგვარი სტრიმინგის და გადაღებების გარეშე შეგვიძლია. მე, შენი ხალხი, ჩემი ხალხი და მხოლოდ ჩვენ გვეცოდინება. არ გამოვაცხადებ. თუ გინდა რომ საქვეყნოდ გამოვაცხადო, რომ ამის გაკეთებას ვაპირებთ, შეგვიძლია ვიჩხუბოთ. არაა პრობლემა. ჩვენ შეგვიძლია ადენის სტრიმზე გავმართოთ ბრძოლა. შენ მაიამიში ხარ? ჯორჯიაში ვარ. ქვეყანა თუ შტატი? შტატი. თქვენ კარგი მეგობრები იქნებით, პატარა სრაფი სპარინგი. შეიძლება, მე ძალიან მიყვარს ასეთი შეჯიბრი. მომწონს ეს შეჯიბრი ჩვენ შორის სპარინგის შესახებ. პირადად მე შენთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ და ვაფასებ იმას, რასაც შენ აკეთებ. მართლა. მეც იგივეს ვფიქრობ შენზე. სწორედ ამიტომ გითხარი, რომ ძალიან მაგარი ხარ, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. შენ სპორტში ყველას თავი ელიტური მოკრივე ჰქონია, თუმცა მე მათ სახეს ვახევ. ყველაზე ნუ საუბრობ, მე მათ სიაში არ ვეწერები. არანაირი განსხვავება არ არსებობს. შენი აზრით ანდერსონ სილვაზე უკეთესი სტრაიკერი ხარ? უკეთესი სტრაიკერი არ ვიცი, უკეთესი მოკრივე დიდი ალბათობით. მაგასაც ვნახავთ მეგობარო. მისმინე. ერთ რამეს გეტყვი. შენ იმ ადამიანის სახელი ახსენე, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის იყო ამ სპორტის ლეგენდა, რომელმაც ბევრი დიდებული რამ გააკეთა. შენ როდესაც მას შეხვდი, ის უკვე 45 თუ 46 წლის იყო. ასე რომ, ერთი და იგივე არ არის. 29 წლის ადამიანის შემართება ძალიან განსხვავდება 46 წლის ადამიანის შემართებასთან. ჩემთვის კიდე მესამე წელი იყო ამ სპორტში. ასე რომ, წაგების შემთხვევაში იგივეს თქმა შემეძლო, რომ მაგალითად მას ამ საქმეში 10-ჯერ მეტი გამოცდილება აქვს. თუმცა საბოლოო შედეგი ისაა, რომ ეს შეჯიბრი იყო და მე ის დავამარცხე.